სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათ მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წყალობა და მადლი მოგცეთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება რომ უცებ ისე შეიცვალოს, რომ ჩვენ ვერაფერიც ვერ გავიგოთ. ანუ იმას გულისხმობ, რომ ყოველ დღეს აი უფალი რას ამბობს, თავის საზრუნავი ყოფნისო სახარებაში ასეთ რაღაცას ამბობს. ანუ იზრუნეთო ხვალინდელ დღეზე ნუზრუნავთო. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ყოველი დღე ჯერ არ ვიცით რას მოგვიტანს ყოველ დღე. დღეს ხო აქ ავართ, მადლობა უფალსო ტაძარში ვარ. ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. მე იმას ვამბობ, რომ ადამიანი ხშირად ამაზე არ ფიქრობს ხოლმე, როგორ შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. აი თუ გინდათ რომ მიხვდეთ როგორ შეიძლება უცნაურობებით იყოს სავსე ჩვენი ცხოვრება, წადით საავადმყოფოში და მიხვდებით. აი ერთი დღე ან ნახევარი დღე გაატარეთ და რამდენი ადამიანი შედის დღეში საავადმყოფოში. და მერე მიხვდებით როგორ შეიძლება ყისიერად ადამიანის ცხოვრება იცვლებოდეს. ისე რომ ადამიანი არ გეგმავდეს, ჩვენ გეგმები გვაქვს დასასვენებლად, ჩვენ გეგმები გვაქვს რაღაცა ვაკეთოთ, ვაშენოთ, გინაც ერთმანეთს რაღაცა ვაჩუქოთ, რაღაცა მოუწყოთ, გინაც სიხარული, მაგრამ მეორე დღე ცოტა სხვანაირად არის ხოლმე დაგეგმილი. ხანახან ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება როგორ მიდის განსაცდელამდე. როცა განსაცდელი მოხდება, ანუ მის ცხოვრება რაღაცნაირად შეიცვლება და იმ გეგმით არ წავა, რომელი გეგმითაც ადამიანი ფიქრობს რომ წავიდეს, მერე უკვე გამოიცდება თვითონ ადამიანი თავის თავში. როგორ შეხვდება იმ ცვლილებას, რომელიც არის. შეიძლება რაღაცა კარგიც იყოს, მაგრამ ადამიანი ამას ვერ აღიქვავს, ანუ გრძელ პერსპექტივაში ღმერთი ხედავს ადამიანისთვის რატო არის ის საჭირო, რატოა ის განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ უსიამოვნებებს, რომ აი რაღაცა მოხდა და ჩვენ რაღაცა დაგვერღვა ჩვენი გეგმები და ჩვენ ცუდად ავართ, ჩვენ შინაგანად რაღაცნაირად ვერ გრძნობთ ისე, რაც გინდა მცირედი იყოს ეს. ზოგი სიცოცხლეს ებრძვის, ზოგი ჯანმრთელობას ებრძვის, ზოგი სამსახურიდან მოდის, ზოგს უსახსრობა აწუხებს, ზოგს მილიონი რაღაცა შეიძლება იყოს პრობლემა, რომელთაც ადამიანი ფიქრობს, რომ აი ეს არის ის პრობლემა, რომელთაც მე შეიძლება რომ რაღაცა ცუდად ვიყო და ან კარგად ვიყო, ან შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, ან არ შევცვალო. რა თქმა უნდა, ერთი რამე ვიცოდეთ, რომ ხა უამრავი ადამიანი მოისმენს ახლა ამ ქადაგებასაც და ერთი რამე მინდა გითხრათ სანუ გეშევლათ, რომ ეცადეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტო არ დატოვოთ ისინი, ვინც გვერდზე ყავთ და ყოველთვის იყავით მათ გვერდზე. არ აქვს მნიშვნელობა, ხდება რამე თუ არ ხდება. ყოველთვის იყავით მათ გვერდით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ სინამდვილეში რას ვეძებთ? ვეძებთ სიყვარულს და ნებისმიერი რაც გინდა ხდებოდეს, ეს არის ჩვენი გვერდზე დგომა. უბრალოდ აი ხელი რომ მოკიდო ადამიანს, ესეც საკმარისია ხოლმე, რომ იმან გაიგოს, რომ შენ მასთან ხარ. არ არის საჭირო რატო ისთვის რანაირად. არა, უბრალოდ იყავი. უბრალოდ იყავი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის, იმიტომ რომ რას დრო გადის ადამიანს კი არ ულხინდება ხოლმე. უფრო მეტად განსაცდელებია ხოლმე. აი მაგალითად ავიღოთ ახლა რა წლები გადის, ამ ქვეყანაზე ხო არავინ დაგტოვებსაც. ყველა ხომ უნდა წავიდეთ. სახლში ვიღაცა ბერდება, ვიღაცას რაღაცა მოსდის, ყველა ასე მივდივართ. ვიღაცა ყველა ვარიანტში გარდაიცვლება. სად წავა აბა? სად წავალთ? აქ ხო არ დაგტოვებენ? აბა დაფიქრდით. ამიტომ ეს ხო ყველაფერი ჩვენ თავზე უნდა გადაიაროს ამ ყველაფერს. აი დღესაც ახლა მიცვალებული მსახურება ჩავატარეთ და რაოდენი დიდი ტკივილი არის, განა რამე როდისმე ნუგეშინისცემა იქნება, სანამ ჩვენ იმ ქვეყანაზე არ მივალთ ღმერთთან და ჩვენ მიცვალებულებს არ ნახავთ და ის სიყვარული არ განგვიახლდება ბედნიერებაში, სანამ არ ნახავთ, მანამდე ხომ ჩვენ დარდით ვიქნებით გულში. რამდენადაც ადამიანს რწმენა ქონდეს, რამდენადაც გინდა ძლიერი იყოს ლოცვაში და ყველაფერს აკეთებდეს,
მონატრების სიყვარული და ადამიანთან ყოფნის გვერდზე სიყვარული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მას ექნება და ყოველთვის დარდად ექნება და ტკივილად ექნება. რაც გინა დიდი იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით და იმიტომ რომ ადამიანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი არის, სანამ მეორედ მოსვლა არ იქნება ადამიანი ღმერთთან დიდებაში იქნება თუ არ იქნება. ამიტომ ჩვენი დაუცხრომელობა აუცილებელია. მაგრამ სანამ ადამიანი იმ ქვეყანაზე გადავა, მანამდე გვყავს ერთმანეთი, რომელიც ერთმანეთი დაგვენანება, ვიბუზღუნებთ საკუთარ თავში, აბა დაფიქრდით, ახლა რამდენი რამე გვაქვს, რომელსაც ფიქრობთ, რომ რაღაცა გვჭირდება, რაღაცა ისი არა გვაქვს კომფორტულად, რაღაცა გვაწუხებს. ანუ ის რომ რაღაცნაირად მოსვენებული იყოს ადამიანი შინაგანად და სულიერად, ამის პირობა ჩვენ არა გვაქვს. მაგრამ იცით რა უნდა ვისწავლოთ? რო არა გაქვს, რო ცუდად ახარ, შენი თავი რო ვერ გაგირკვევია ღმერთის წინაშე, ისე როგორც საჭირო არის. შენ თავში რო ფიქრობ, რომ ცოდვილი ხარ და არ იმსახურებ ღმერთის გვერდზე დგომას და არც იმ სიყვარულს და არც იმას, რაც გვერდზე გაქვს, არა იმიტომ რომ საკუთარ თავის თრგუნავ ამითი, რასაც მე ვამბობ, არამედ თავმდაბლობიდან გამომდინარე, ნამდვილად ხედავ საკუთარ თავს, რომ იქ არ ახარ, სადაც უნდა იყოს, სადაც ბედნიერება, სადაც სიხარულია, სადაც ერთობა არის. მიუხედავად ამის არასოდეს, ყოველთვის დაიტოვეთ სულიერი ძალები, რომ ვიღაცას ხელი მოკიდოთ და უთხრათ, რომ მე შენ გვერდით ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გჭირდებათ ნუგეშინისები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იცით რატო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა ერთმანეთის ხელჩაკიდებულები ვიქნებით. და ყველა ერთმანეთს შევეწევით და საბოლოოდ წარმოიდგინეთ, როგორი დიდი წრე შეიკრება სიყვარულის, მე 100 ადამიანს რო გადაეცემა პირველის ტკივილი, ის რომ მობრუნდება და წარმოგიდგენთ, პატარა აიღოთ, ახლა სახლი როგორ შენდება, თითო აგურით შენდება, ხო? 1000 ადამიანმა რომ მოიტანოს თითო აგური, რომელიც ძვირი არ ღირს, ვიღაცას სახლი ექნება. ასევე არის სულიერი ნუგეშინისები. ყველამ რო ცოტა გააკეთოს, ყველა ბედნიერი ვიქნებ. თავარი არის, რომ ადამიანი არ დარჩეს მარტო. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ დღევანდელი დღის პრობლემა სწორედაც ეს არის, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ მარტო ბედნიერები იქნებიან, მაგრამ როცა განსასწრელი დაუდგებათ, ხვდებიან, რომ ნურას უკაცრავად, მარტო ვერაფერსაც ვერ დაძლევენ. რადგანაც ღმერთმა დასაბამიდან როცა შექმნა ადამიანი, მას ნუგეშინისცემად შეუქმნა მეორე ადამიანი. Այսինքն ասეთ რაღაც ამოვიკითხე, რომ კვლევა იყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ, შეიძლება წაკითხული გაქვთ თქვენ კიდევაც. რა არის ბედნიერების ფორმულა? ბედნიერი როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი? ხახა სარწმუნოებაზე არ იყო საუბარი, როგორც ადამიანური თვალსაზრისით იყო, მაგრამ ნამდვილად პასუხობს სულ ყველაფერს. და ეგონათ, რომ რაღაც 30 წელი თუ მეტი იკვლევდნენ და ეგონათ, რომ რაღაცა საოცარ რაღაცას აღმოაჩენდნენ, რა იყო ბედნიერებისთვის, ადამიანისთვის საჭირო ბედნიერი ყოფილიყო. და იმდენად მარტივი და უბრალო რამე იყო, რომ ეხათრებოდა და ცხენოდათ კიდევაც გაემხილათ თუ არა ეს ყველაფერია. და იცით რა აღმოაჩინეს? რომ საკმარისია ადამიანისთვის ყავდეს ერთი ადამიანი გვერდზე, მეგობარი, რომელიც მას უგებს. მეტი არაფერი არ ყოფილა ბედნიერებისთვის საჭირო ამ ქვეყნიურად. და მე მოგახსენებთ, რომ მე ეს ღრმა ქრისტიანი ღმერთიდან რომ არის, ეს მოგახსენებთ, დაუკვირდით, ადამს 64-ში რა მდგომარეობაში ჩავარდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. მოწყინებაში ჩავარდაო. ანუ ცუდად იყო, მიუხედავად იმისა, ყველაფერი ჰქონდა. როგორ შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს და მოგწყინდეს? მოწყინებაში ჩავარდა. მარტო იყო და იმიტომ. და მე რასაკეთებს ღმერთი მისთვის ქმნის ევას. ქმნის აქ თავარის კი არ არის ვის ქმნის, ანუ რას ქესისაა თუ როგორ, თავარი არის, რომ რას უწოდებს ღმერთი ამ ადამიანს. ერთ ადამიანს უქმნის. 2, 3, 10 ხო არ აკეთებს, ერთს აკეთებს. და ეს ერთი არის მეგობარი ადამის. ანუ ბედნიერებისთვის საჭირო არის ერთი ადამიანი, რომელიც ყავს გვერდით და შენ ამ ადამიანის
დარც სიხარულს, ანუ როგორიც ხარ ისეც მიგიღებს. იმას არ ვამბობ, რომ ცოდვებში გითანაგრძნობს, არამედ გვერდზე დაგიდგება შენ რომ დედამიწაზე მიდიხარ და ისრენი მეგობარია, როგორიც ხარ, აგიტანს ისეც, მაგრამ არასოდეს არ მიგატოვებს. აი ეს არის სწორედაც პირველად როგორ შექმნა, რა შექმნა ღმერთმა, იქ არ არის რომ და შექმნა, ძმა შექმნა, დედა შექმნა, მამა შექმნა, მაგაზე ხო არ არის, მეუღლე შექმნაო. მეუღლე. ანუ ესე იგი რა გამოდის, რომ ყველას ვისაც აი წარმოიდგინეთ ახლა ღმერთი გეუნება რომ მე შენ გაძლევ ყველაზე დიდ ნუგეშინიცემას, ეს არის ოჯახი, ანუ მეუღლეობა. და ის არის შენი მეგობარი. ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდეთ ამ ადამიანებს ვის გვერდზე ყავს. და ამიტომ არის ხოლმე რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ, როცა განსასწრებში ან რაღაცა უჭირს მის მეორე ნახევარს, იმიტომ რომ როგორც წერია სახარებაში, როგორც ერთი სისხლი და ერთი ხორცი, ერთი სული, ერთი ადამიანია, ორი ადამიანი კი არა, ერთი ადამიანია. ერთი ადამიანია. იმიტომ რომ ერთია მისი ყველაფერი, თუ რამე შეიძლება იყოს და ამიტომ აი ეს ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გვეხება და იცით როგორ ნუ ვიცხოვრებთ, იცი როგორ თითქოს გვძინავს. ნუ ვიცხოვრებს, რომ თითქოს გვძინავს. საკუთარ თავს მოუვლით, მაგრამ საკუთარი თავის მოვლა იწყება მეორე ადამიანთან გვერდზე დგომით. უბრალოდ იყავი, ვინც ყავს გვერდზე. უბრალოდ იყავი. და ასე გაივლის ეს ცხოვრება. გაივლის საწავა, არავინ არ დაგტოვებს. ერთმა ნათელში ან ყოფილს უყელა უამრავი ადამიანი მოვიხსენეთ, აი ჩვენ იცით რომ თვეში ერთხელ ვატარებთ ხოლმე შაბათობით მიცვალებულთა მსახურებას და თვეში ერთხელ ასე გვიწევს ხოლმე და აი უამრავი ხალხი მოდის ხოლმე და უამრავი მოსახსენებელია დღეს ახლა აღამც ახლა ყველა გასულია ქალაქიდან, ცოტა იყო მოსახსენებელი, თორე 1-20 წუთი ნახევარი საათი მაინც ვკითხულობ ხოლმე ამ მოსახსენებელს და ახლა რომ გამოვალ კიდე პანაშვიდი უნდა გადავიხადო და ღმერთი ჩვენ შეგვეწიოს ამ ქვეყანაზე და გაგვაძლიეროს და ნუ მოგვაკლოს ეს ნუგეშინიცემა მე რასაც ვამბობ და კიდე ის საყვარელი ადამიანები ვინც გადასულიერიან იმ ქვეყანაზე ჩვენი ზრუნვა, ჩვენი სიყვარული არ მოაკლოს, იმიტომ რომ ზრუნვა არ არის მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა, ეს სულიდან მომდინარე სიყვარულის გამოხატულება არის. ამიტომ ყოველთვის შეიძლება ამ სიყვარულის გაგზავნა ადამიანი სადაც არის. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. მობრძანდით და ჯვარს ემთხვიეთ.